საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა აუდიტის სამსახურის 2025 წლის ანგარიში განიხილა და მხარი დაუჭირა. ანგარიშის ძირითადი მიგნებები და ტენდენციები დეპუტატებს გენერალურმა აუდიტორმა გიორგი გაბიტაშვილმა გააცნო. უწყების მონაცემების მიხედვით 2025 წელს განხორციელდა 44 აუდიტი, დაფარვის მაჩვენებელმა 28 მილიარდ ლარზე მეტი შეადგინა, რაც ნაერთი ბიუჯეტის 95%-ია. ანგარიში ასევე მოიცავს ძირითად პარტნიორებთან თანამშრომლობას, შიდა მმართველობის სისტემის გაძლიერებით ეფექტიანობის ამაღლებას, თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას და სამსახურის ფინანსებს. უფრო დეტალურად რაზე კეთდება აქცენტი ანგარიშში, როგორია აუდიტის სამსახურის გასული წლის ანგარიშის შედეგები და მხარეთა პოზიციები, მანანა დევაძე გაგვაცნობს, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება. მანანა, ეთერში. 2025 წელს აუდიტის სამსახურმა ჯამში 44 აუდიტი ჩაატარა და გამოვლენილი დარღვევების მაჩვენებელი ჯამურად 36 მილიონ ლარზე მეტია. ამ თანხიდან თითქმის 12 მილიონი ლარი უკვე სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნდა. აუდიტის სამსახურის 2025 წლის ანგარიშის ძირითადი ტენდენციები დეპუტატებს გენერალურმა აუდიტორმა გიორგი გაბიტაშვილმა გააცნო. მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში 3200 რეკომენდაცია გაიცა და ამ რეკომენდაციების 10% შეუსრულებელია. გიორგი გაბიტაშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დეპუტატები ძირითადად შეუსრულებელი რეკომენდაციების მიზეზებით დაინტერესდნენ და გენერალურ აუდიტორს წარსულით შეახსენეს. გიორგი გახარიას გუნდის აზრით, გიორგი გაბიტაშვილი, რომელიც გენერალური პროკურორის პოსტზე ყოფნის დროს ესტონეთის და დიდი ბრიტანეთის მიერაა დასანქცირებული, მის ახალ უწყებას საზოგადოების ნდობა ვერ ექნება. გიორგი გაბიტაშვილის განმარტებით კი დასანქცირება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით სამართლებრივ და ფაქტობრივ მტკიცებულებას არ წარმოადგენს. რაც შეეხება შეუსრულებელ რეკომენდაციებს, გენერალური აუდიტორის განმარტებით რეკომენდაციებს ძირითადად თვითმმართველობები არ ასრულებენ, თუმცა ბოლო პერიოდში რეკომენდაციების შესრულების ზრდის ტენდენცია შეინიშნება. ჩატარებული ფინანსური აუდიტებით დაიფარა 28,5 მილიარდ ლარზე მეტი, რაც ნაერთი ბიუჯეტის 95%-ია. საერთო ჯამში 2025 წელს 36,5 მილიონი ლარი შეადგინა ჩატარებული აუდიტებით გამოვლენილი დარღვევების თანხობრივმა მაჩვენებელმა, რომელიც სისტემური ხასიათის ნაკლოვანებებს მოიცავს და ძირითადად უკავშირდება საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი, არაეკონომიური და არამიზნობრივი გამოყენების შემთხვევებს, ასევე შესყიდვებისა და აქტივების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს. საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტში დაბრუნებული, დაზოგილი, დამატებით მობილიზებული თანხების ჯამურმა რაოდენობამ 11,8 მილიონი ლარი შეადგინა. 2025 წლებში გაიცა 3200-ზე მეტი რეკომენდაცია. რეკომენდაციების 79% სრულად და ნაწილობრივ არის შესრულებული, 11% მიმდინარეა, ხოლო 10% შეუსრულებელი. გამოწვევად რჩება მუნიციპალიტეტებზე გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა, სადაც რეკომენდაციების მხოლოდ 36%-ია სრულად შესრულებული. თქვენ ბრძანდებით სანქცირებული, ორგზის სანქცირებული, ოცნების მაღალჩინოსანი დიდი ბრიტანეთის მხრიდან და ასევე ესტონეთის მხრიდან და ეს სანქცირება მოხდა იმ უმოქმედობის გამო, რომელიც თქვენ გამოავლინეთ საქართველოს გენერალური პროკურორის რანგში. და ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი იყო 2024 წლის ნოემბერი-დეკემბრის მიმდინარე მოვლენები, რომლებმაც მოგვიტანა ჩვენს ქვეყანას ძალიან მძიმე მოსკოვის მექანიზმის ამოქმედება. აქედან გამომდინარე დავასრულებდი ახლა. როგორ შეიძლება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ხელმძღვანელობდეს პიროვნება, რომლის პროფესიულ პასუხისმგებლობას უკავშირდება საერთაშორისო დონეზე შეფასებული სისტემური უმოქმედობა. და როგორ უნდა გქონდეს ასეთ ფიგურას სრული ინსტიტუციური ნდობა ფინანსური კონტროლის განხორციელების დროს? სანქცირება ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით ეს არც სამართლებრივ და არც ფაქტობრივ მტკიცებულებას არ წარმოადგენს. ასე რომ ის მე კაოს გენერალური აუდიტორის თანამდებობა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს და
რამდენიმე ვიყავი სანქცირებული, რასაც პარლამენტმა მხარი დამიჭირა. რაც ადასტურებს იმას, რომ საქართველოს პარლამენტს აქვს ნდობა ჩემს მიმართ და ინსტიტუციის მიმართ, რომელსაც მე ვხემძღვანელობ. აუდიტის სამსახურის 2025 წლის ანგარიშს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა, რამდენიმე წუთში კი საკითხს დეპუტატები პარლამენტის სხდომაზე განიხილავენ. მადლობა, პირდაპირ ეთერში მანანა დევაძე საუბრობდა.